ფული პოლიტიკაში ამ სახელწოდების კონფერენცია მიმდინარეობს თბილისი მარიოტში. ღონისძიების მონაწილეები პოლიტიკაში ფულის გავლენაზე და მიმოქცევაზე საუბრობენ, ასევე განიხილავენ საერთაშორისო პრაქტიკას. თემაზე მარიამ მინაძე განაგრძობს პირდაპირ ეთერში საუბარს. მარიამ, გისმენთ. სანდრო, კონფერენციაში, რეგიონულ კონფერენციაში, რომელიც ფული პოლიტიკაში სახელწოდებით მიმდინარეობდა, ძირითადი თემა იყო პოლიტიკაში ფულის მიმოქცევა, ასევე პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისა და მათი მონიტორინგის საკითხი. აუდიტის სამსახურში აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისა და ასევე დაფინანსებული თანხების ხარჯვის გამჭვირვალეობის ნაკლებობა არის, თუმცა საუბარი იყო ასევე გამოყოფა აუდიტის სამსახურიდან თანხების მონიტორინგის ფუნქციის გამოყოფაზე. აუდიტის სამსახურში მიიჩნევა, რომ ეს შესაძლოა უკეთესი იყოს, თუმცა აქ არ უნდა იყოს ინტერესთა კონფლიქტი და ასევე პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და ამავდროულად ახალ აპარატს უნდა ჰქონდეს საგამოძიებო ფუნქციებით შეთავსებული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს აქვს ერთ-ერთი ალბათ ყველაზე მკაცრი რეგულაციები პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობასთან მიმართებით და თვალსაზრისით აუდიტის სამსახურის საქმიანობა ძალიან პოზიტიურად ფასდება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. Რა თქმა უნდა, საქართველოშიც, ისევე როგორც სხვა ქვეყნებშიც არსებობს განცდა იმისა, რომ მთლიანი ფულის მასა სავარაუდოდ, რომელიც პოლიტიკაში ტრიალებს, არ არის სრულად გამჭვირვალე, არ არის სრულად დეკლარირებული